ბოსნიისა და ალბანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალება ექნება, თუმცა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადი დარჩენისა და სოციალური დახმარების მოთხოვნის უფლება ექნებათ. ბოსნიელ და ალბანელ მოსახლეობას ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლება მიეცემათ, თუმცა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, ბოსნიასა და ალბანეთთან უვიზო რეჟიმი იმას არ ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი პერიოდი დარჩენისა და სოციალური დახმარების მოთხოვნის უფლება ექნებათ. ევროკავშირის წარმომადგენელმა პოლონელმა სესილ მამსტროვმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის გამოცხადებამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მასიურ მიმოსვლას ხელი არ უნდა შეუწყოს. თუ ევროკომისია დაინახავს, რომ ამ უფლებას ბოსნიისა და ალბანეთის მოსახლეობა ბოროტად იყენებს, უვიზო რეჟიმი გაუქმდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება. სავიზო რეჟიმის გაუქმება იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან სოციალური დახმარების სათხოვნელად ჩავიდეს. გასულ წელს ევროკავშირმა მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბეთისათვის სავიზო მოთხოვნები შეამცირა, რამაც ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებში არალეგალური იმიგრანტების რიცხვის ზრდა გამოიწვია. პოლიტიკური ექსპერტის განცხადებით, ევროკავშირში ბოსნიიდან მიგრაცია პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ამ ქვეყანაში მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბოსნიის მთელი მოსახლეობა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადავიდეს, ის მაინც არ შეუქმნის პრობლემას ნახევარ მილიარდიან მოსახლეობას, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ცხოვრობს. ბოსნიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა სპირიჩი აცხადებს, რომ ევროკავშირში უვიზო რეჟიმის დაწესება ბოსნიელებისათვის მხოლოდ უფლება არ არის, ის ვალდებულებებსაც გულისხმობს. ბოსნიის მთავრობა ბროშურების, სატელევიზიო და რადიო რეკლამების საშუალებით საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას გეგმავს. ამით ხელისუფლება მოსახლეობას რჩევებსა და განმარტებებს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს მათთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლა.